როგორ იწყება ქართველი სტუდენტის კარიერა იქ, სადაც მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები სწავლობდნენ. ზუგდიდელი ირაკლი როგავა ოქსფორდის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხს ეუფლება. ქართველი სტუდენტის სწავლის საფასურს 25,000 ფუნტ სტერლინგს პრეზიდენტის ფონდი ფარავს. განვითარების და რეფორმების ფონდი აფინანსებს იმ 125 სტუდენტსაც, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლიან. ნახეთ რეპორტაჟი დიდი ბრიტანეთიდან. ეს არის ჩემი ოთახი, სადაც ბიბლიოთეკის შემდეგ უმეტეს დროს ვატარებ. ოქსფორდის ამ საერთო საცხოვრებელში ირაკლი უკვე ერთი კვირაა, რაც ცხოვრობს. ზუგდიდელი სტუდენტი ოქსფორდის მაგისტრის ხარისხს დიპლომატიის განხრით მიიღებს. საუკეთესო განათლება და არანაკლები მომხიბლელობის დიპლომატიური კარიერა მას გარანტირებული აქვს. ასე ფიქრობს ოქსფორდის დიპლომატიის პროგრამის დირექტორი. მოხარული ვარ, რომ ირაკლი აქ ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობს. ჩვენი მიზანია, რომ აკადემიური განათლება მივცეთ ეკონომიკის და პოლიტიკის კუთხით. მას მიეცემა საშუალება შეხვდეს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დიპლომატებს. ჩვენი ინსტიტუტის კურსდამთავრებულები არიან მთავრობებში და წარმატებულ პოლიტიკოსებად გვევლინებიან. მათ აქვს საკმაოდ წარმატებული კარიერაც. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავრობას, პრეზიდენტს და უთხრა, რომ მე აუცილებლად ვიმუშავებ დღე და ღამე იმისთვის, რომ ის ფული, რაც მთავრობამ ჩაადო ჩემში, მე აუცილებლად არნახული პროცენტით უნდა დაუბრუნო უკან ჩვენს ქვეყანას. რომარა განვითარებისა და რეფორმების პრეზიდენტის ფონდი ქართველი სტუდენტი ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც სწავლა წელიწადში 25,000 ფუნტი სტერლინგი ღირს ვერ მოხვდებოდა. ირაკლის ოჯახს, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს, ამით ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. ამაზე მეტი სიხარული რა უნდა იყოს მშობლებისთვის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი შვილებისათვის, რომ ეს სწავლა უნდათ სწავლა და ამაზე იყვნენ ისინი მოწადინებული და ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ბოლოს პრეზიდენტმა რო გავიკეთეთ, რაღაც შეუფასებელი და დაუფასებელია. ირაკლი როგავასთან ერთად მსოფლიოს 20 საუკეთესო უნივერსიტეტში შემოვალ სასწავლებლებში კიდევ 126 ქართველი სტუდენტი გაემგზავრა. ყველა მათგანი პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა. თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიღწეული წარმატება პრეზიდენტმა ქვეყნის პერსპექტივას შეადარა. საქართველოს მდიდარი სახელმწიფო სწორი რეფორმებისა და შრომის შედეგად გახდება. ირაკლეს და ჩვენ ქვეყანას ერთდროულად აქვს შანსი, შესაძლებლობა ვად გავაგზავნოს წარმატებისკენ, მაგრამ დღეს შეიძლება ირაკლის საჭირო ფული უჭირდეს, ხა არ ვიცი ზუსტად, მაგრამ როგორ ჩვენ ქვეყანას უჭირს, ჩვენ მას გვაქვს ერთობლივი შანსი, ჩვენ და ასეთ ახალგაზრდებს, რომ ჩვენი ქვეყანა და ისინი ერთად გაიზარდონ. აი ეს საყოფაცხოვრებო ლოგიკა ძალიან შეესაბამება დღევანდელი საქართველოს მდგომარეობას. მანამდე გავდით იმ აბიტურიენტს, რომელიც იზრდებოდა გრევაში, უშუქობაში, უკანონობასა და განუკითხაობაში. ჩვენ ამ უმაღლესში მოხვედრით. შეუძლებელი შევძელით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე გამდიდრით. მაგრამ ნიშნავს, რომ დავადექით ამ გზას, რომელმაც შეიძლება სიმდიდრე მიგიყვანოს. ეს ოქსფორდის უნივერსიტეტის კლუბია, ერთ-ერთი ყველაზე ძველი სტუდენტური გაერთიანება, რომლის 4 პრეზიდენტიც სწავლის შემდეგ ინგლისის პრემიერ-მინისტრის სავარძელს იკავებდა. ამ დარბაზში, რომელიც ინგლისის ლორდთა პალატის ზუსტი ანალოგია, მოწვეულები იყვნენ და დებატებში მონაწილეობდნენ მსოფლიოს ყველა დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტები და ლიდერები. ირაკლი როგავა ახლა თავის ოქსფორდელ მეგობრებთან ერთად ცდილობს ამ კლუბში მოიწვიოს მიხეილ სააკაშვილი. მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს მოწვევას და ოქსფორდის კლუბის დებატებში მონაწილეობას. ჩვენ ბევრი რამ ვიცით საქართველოზე და იმ გასაოცარ რევოლუციაზე, რომელმაც შეცვალა ეს პოსტსაბჭოთა ქვეყანა. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და დიდი სურვილი გვაქვს, რომ პრეზიდენტთან ერთად ჩამოვიდნენ სხვა სახელმწიფო მოხელეებიც. ირაკლი როგავამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გააგზავნა ოქსფორდის კლუბში მიპატიჟების წერილი და ახლა პრეზიდენტის პასუხის მოლოდინშია.